მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობას, რომელიც განმეორება კომუნიკაციაში 126 ოჯახის 205 ოჯახი მიიღებს შესაბამის თანხებს. ჯამში ორი სპორტული მოედანი ახალი მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები. წინა მთავრობის ხდომაზეც ვისაუბრეთ. მოგესალმებით. სანამ გადავარ მთავრობის ხდომის ძირითად საკითხებზე, მინდა შევეხო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. სიახლე გვაქვს სოციალური პროექტების მიმართულებით. ქედის მუნიციპალიტეტში მალე დავიწყებთ მიმდინარეობს უკვე წინასატენდერო პროცედურები მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია 100 ეკომიგრანტ ოჯახზე. ასევე მოგეხსენებათ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სოციალური სახლების მშენებლობა. ქობულეთში 126 ოჯახი მიიღებს ბინას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 114 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინებს. საერთო ჯამში სოციალური პროექტების სისულეში მოყვანის შემდეგ 2000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი თუ ეკომიგრანტი უზრუნველყოფილი იქნებიან კეთილმოწყობილი, გარემონტებული ბინები სრულიად უსასყიდლოდ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლით მათ სოციალურ მდგომარეობას და ფონს. ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული თუ ხანძრით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 2,5 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტი ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედას, შუახევის მოსახლეობის 205 ოჯახი მიიღებს შესაბამის თანხებს. ჯამში 2025 წელს 7,5 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი ჩვენი მოსახლეობის სოციალურად დაუცველი თუ ეკომიგრანტი ოჯახების დასახმარებლად, საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და კეთილმოწყობისთვის 700-მდე ოჯახი მიიღებს მატერიალურ კომპენსაციას, რაც რეალურად შეცვლის სოციალურ ფონს რეგიონში და ამ ადამიანების ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. გარდა სოციალურ პროექტებისა, მნიშვნელოვანად ვითარდება მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები. აქაც სიახლე გვაქვს, წინასატენდერო პროცედურები მიმდინარეობს ამჟამად. ხელვაჩაურის, ქობულეთში, ქედის მუნიციპალიტეტებში აშენდება ახალი თანამედროვე საფარით მოწყობილი სპორტული მოედნები. უკვე მიმდინარეობს მოგეხსენებათ ხულოს მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული სკოლის მშენებლობა. ამ ეტაპზე უკვე განხორციელდა დემონტაჟი ძველი სკოლის მიმდებარედ ასევე სრულიად რეაბილიტირებული იქნება სპორტული მოედანი ახალი ხელოვნური საფარით მოწყობილი. ასევე ხულოში დაბა ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდებარედ. წინა მთავრობის ხდომაზეც ვისაუბრეთ, დასრულების პროცესში იყო უკვე ზიპლაინი ჩვენი ჩიროღის შუახევის ხეობაში. აღსანიშნავია, რომ დასრულდა უკვე ოპერირებენ იქ იტალიური კომპანია საერთაშორისო და მომდევნო კვირას ოფიციალურად გვექნება გახსნა. ამით გავაჩერთ უკვე ახალ წერტილებს მაღალმთიან რეგიონში, რაც განავითარებს ტურისტულ პოტენციალს. მოგეხსენება ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ 4 სეზონზე გქონდეს ტურისტული მიზიდულობა.